უნდა საყოლო და აღარავინ მაგას ამარჩენებს. ძალიან რთული წარმოსადგენი იყო, გია? ერთი მარტივი მიზეზის გამო ის ერთი რაღაცა იმასთან დაკავშირებით, რადგან ვილაპარაკეთ საერთოდ დღეს და საერთოდ პარლამენტარი როგორ უნდა იყოს, საერთოდ როგორი უნდა იყოს და რამხელა წონია უნდა კონდეს და აი რამხელა პასუხისგებლობაა ელემენტარულად ეს არის ეშენაუერის, ლუი ეშენაუერის, ეს ცნობილი ფრანგი მეღვინის წერილი თავის ძმისშვილი პიერისადმი, რომელიც საფრანგეთის პარლამენტში უნდა აერჩიეს. აი წარმოიდგინეთ რა. პარლამენტში ეს არის გულის ფიცარზე უნდა გქონდეს თითოეულ პოლიტიკოს გამოფიცრული. ესე იგი, ერის სამსახური პრივილეგიაა, რომელიც უნდა დაიმსახურო. პარლამენტში უნდა აერჩიათ. ამ გზაზე დადგომას, რომ აპირებ ჩაიხედე საკუთარ თავში. გადაჭარბებით ხომ არ აფასებს შენ სიკეთისადმი მისწრაფებებს. შეგწევს თუ არა ძალა, აღარ ეკუთვნოდე საკუთარ თავს. გაქვს თუ არა საკმარისი განათლება და ჭკუა გონება, რათა ჩასვდე სახელმწიფო პრობლემათა არს. მიიღო კანონები, რომლებიც აღმოფხვის მანკიერებებს და დაამკვიდრებს სათნოებას. მეორე, ზნეობა და მორალი, რამე თუ აზრი უმორალოდ სისულელეა, მორალი უაზროდ ფანატიზმი. ერთნაირად სახიფათოა. მისცე ხელში მახვილი გის და ძალაუფლება უნამუსოს. მესამე, კეთილი ზნე, რათა იზრუნო ადამიანებისათვის. ძალიან ხშირად უზნეობას და ძალაუფლების მწვერვალებზე რომ მოექცევა, უბედურება მოაქვს მთელი ერისთვის. მეოთხე, თანაგზნობისა და თანალმობის უნარი. შეგწევს თუ არა უნარი გაითავისოს ხვისი უბედურება. მეხუთე, ვაჟკაცობა და შეუპოვრობა, რათა დაიცვა საკუთარი აზრი. გამობმული არ იყო უმრავლესობის კალთაზე. ხშირად ხდება, რომ საყოველთაოდ აღიარებული რამ საქმეზე რომ მიდგება მწთარი აღმოჩნდება ხოლმე. და რაც უმთავრესია, საყვარელო პიერ, შეგნებული შეცნობილი გაქვს თუ არა, რა გიბიძგებს არჩეულ გზაზე. ამ ქვეყნიურ სიკეთეთა მიღების სურვილი თუ მოქალაქეობრივი მისწრაფება ემსახურო ერს. გესმის თუ არა, რომ ერის სამსახური პრივილეგიაა, რომელიც უნდა დაიმსახურო. ანუ და ერთი მაინტერესებს მეხუთე ნომრად ჩახცერ, ეს არის, მე პიერი როგორი პოლიტიკოსი დადგა მაინტერესებს. აი პიერი ვისაც ერდა, ის რა კაცი გავხდა. არ შევიდა ამ წერილის მერე პარლამენტში. ხო. აი სიტუაცია ომში შენაც ნახე. კონკრეტულად ახლა რეზერვისტის სტატუსით რო იყავი წასული. და აი მითხარი რა კონკრეტულად რა ნახე. საშინელება ვნახე. აი რა აი ნახე რაც აფხაზეთზე ქაოსი ვნახე რა. ყველა უნდა დავდგეთ ახლა და დავემორჩილოთ მიხეილ სააკაშვილის შეერაღებული ძალების უმაღლეს მთავარს. ამით მე ვამაყობ, იმიტომ რომ თუ შნო ქონდა ომი არ უნდა დაწყებულიყო, არ გვეყვე შნო, ხო? დაიწყო ომი და მე ჩავთვალე რომ მე ფორმა უნდა ჩამესვა, მანამ ნაგავიარე და პირველი დამთრგუნველი გამანადგურებელი მოვიდა ეს თავრობა იაკობაშვილი მოვარდნენ როგორც იცი ან რატო დარბიან ხოლმე ამი მე ნერვიულად ახლა კაი ომია მაგრამ ლადო გურგენიძე მოვიდა იაკობაშვილი მოვიდა ლომაია და გურგენიძეს ნუ ელაპარაკე იცით მეთქი რას შეეჭიდეთ და ხო იცით რა რუს რო ურახუნეთ დაგვარტყავენ მეთქი რა დატყნარდიო კაცო საიტები წავიკითხე წამოსვლის წინო და არაპირებენ თავდასხმას ვაი მეთქი ვასოა გვენცადე ჩემი მეგობარი გავხედე ვასოს და იმასაც შავგრებანი ბიჭია მაგრამ გაგწერი წავიდა და ფორუმჯი და წავიდა თან მაგარი და რუსთავიორმა ჭიშკრიდან ჩართვა გააკეთა ნუ ხო უნდა მოიფიქრო ესეთი რაღაცა რომ რეზერვისტები იკრიბებიან ვაზიანის სამხედრო ბაზაზე აქ იყვნენ მთავრობის წარმომადგენლები მოსული ეხა ყვითელი ავტობუსებით რეზერვისტები დაადგილდებიან გორისკენ და ბრახ აწუჩი დასწრეს სასადილოს ერთი ვიცი დანამდვილებით რომ ტელევიზიით გადმოსცეს რუსთავიორმა გადმოსცა აი აქადან დააწიკო რა იმ წამს მოგვამაგრეს 23 წლის ბიჭი ოფიცრად. რომელიც დაბომბვის დროს დავკარგე 3 საათის მერე ვიპოვეთ ის. და ნუ ის ხო და მე რა გავიგე. ნუ ამან აი გამანადგურა. თან რამდენიმე წყაროდან მათ შორის ყარყარაშვილმაც მითხრა. რა ყოფილა მთელი მუღამი ჩვენი იქ წაყვანის რეზერვისტების. რომ მეორე დღეს ჩამოიტანეს 9-ში. კი არა და 8-შივე ტრიბუნა რო დაატარეს ხოლმე. წითელი ხალიჩები და თქვენ ხარ ჩემი ბატონი ორი სატვირთო დროშები. და რეზერვისტები ისთვის ყოფილვარ. ხო, ტრასაზე უნდა დამდგარიყავით დროშებით. რომ სააკაშვილს ესე იმას ბრეჟნევი რო იყო მანქანა ხელამოწეული უნდა შესულიყო ცხინვალში, რატომ მოაბრუნეს მე-4 ბრიგადა და იმას ქნეს რა ქვია. შემოუწე ჯავაზე წასული ბრიგადა, მოატრიალებინა უგულავამ და იმან გოკა გაბაშვილმა და იქ ჩაიხოცა 42 ბატალიონი, ყველაზე დიდი სხერპისაცა. და პასუხისგებლობას არ იღებენ უგულავ, არ როგორ ძინავთ ამ ხალხს რა. და ჩვენ ასე ტრასაზე უნდა დამდგარიყავით, ცხინვალის ცენტრიდან იქნებოდა
ტრიბუნით ჩართვა სააკაშვილის, რომ აი ცხინვალს ვაკონტროლებ 9 წყაროდან მაქვს ეს ინფორმაცია. ზუსტად ვიცი, რომ უგულავა კამანდრობდა, გოკა გაბაშვილი კამანდრობდა და ასე შემდეგ. და ბრიგადებს აძლევდნენ ბრძანებებს. ბალახაძე დაგეგმა წესიარად, მაგრამ იმდენი შინوار აღმოაჩნდა იმ ოფიცერს, რომ წინააღმდეგობა გაიწია. გაჯექი დავილაპარაკე. ელა. სულისკვეთება საზოგადოებაში, დინი მადლობა იცოც. სულისკვეთება არც საზოგადოებაში და არც ჯარში არ იყო რაღაც მომენტის მერე. ყურაშვილი რო იყო კიდე იმ ხელა კაცი იმედი მქონდა რაღაცა სიზამს. ყავს რო 10 წუთით ადრე დაურეკეს და დაავალეს ეგრე. გენერალი რო ამას ვერ იტყვის. რა გერცების განცდა ქონდა მადნიაშვილს კვინი ესენი ვინ არის ჩანჩურები ესენი. გოგავა გამოდის კიდე და ერთი ნამცაცი პასო დაზვერ ვარ გვიგვალო გავშაგამოლა იძახისე ჩვენ ომი რუსთავაზე გვაქვს მოსაგებიო. გოგავასთვის ომი იყო რუსთავაზე 7 ნოემბერში. ეგ იყო. მაგას მაგომის მოგება შეუძლია საკუთარ უიარაღო ხალხთან მარტო. გული უნდა მოვიფხანო რაც აი მანადგურებს, იმიტომ მინდოდა ბაქრაძე მიმეყონა სტუდიაში, ეთერში სადმე ან მაესტროში, ვერაფრით, რა თქმა უნდა, ხა სადმე ვარ. დავით ბაქრაძე რო გამოდის და იძახის რომ ფიცალი აიღეთ და ისა რა ქვია, კეტი ჩაართხით და ის ტანკით კაცი შემოდის 200 ტანკით ეთერში აჩვენებ, ფიცალი აიღეთ და ის და მერე წადი ჩაიცვი ფორმა და შენს ფიცალი დაიჭირე და თოფი და თუ არ გამოყვება კიდე ნახავ იმას, მაგრამ ამის მერე იმალები კაბინეტში მერე როცა გეუბნებიან იმის მაგივრად რომ თქვა რომ ბოდიში კონსტიტუციით მეორე კაცი ამ ქვეყანაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და მერე რასაც ინტერვიუ წავიღე გაზეთში კაცო ეხლა რა ხდებოდაო მანდო კიო ეგო ვთქვიო მაგრამ აი თბილისში რო შემოსულიყვნენო მეო ფორმას ჩავიცმევდი და ავტომატს ავიღებდიო მაგიჟებს ეს ხო რა სენაკში ზუგდიდში მადაგასკარია თუ რა არის აი ხო შეგიძლია ამიტომ გეუბნებით რომ ვინც პოლიტიკოსებს რომ განსაკუთრებული პასუხისგებლობა გაქვთ ხო უნდა შეეძლოს აღიარება ეს უკვე შეცდომა არა ხალხი გაუშვათ თვითმკვლელობაზე დალეკოს ფუნდამენტური შეკითხვა როგორ ვაპირებ ჩვენ ახალ გორის და კოდორის და საერთოდ ამ დაკარგული პრობლემების მეც მაინტერესებს ძალიან მოდი უთხრათ თქვენ არ თხოვთ რომ იქ ახლა პოლიტიკური პრობლემებია ხო შიდა პოლიტიკური კონკურენცია საერთოდ თუმცა ისიც ავტორიტარული ქვეყანა და 1-2 კაცი იღებს გადაწყვეტილებას მაგრამ პროპაგანდა არის ეს ანტიქართული პროპაგანდა წასულია და ამ მანქანის შემოტრიალება ძალიან რთულია მაგრამ შესაძლებელი და უნდა უთხრათ რომ აი ეს მანქანა რომ გააჩეროთ თქვენ და შეასრულოთ ასეთი როლი მოუწოდოთ ამ იმას ხალხს დაშოშმინება და საქართველოში რეინტეგრაცია გარანტიების ფასად მათი თვითმყოფადობის, ავტონომიურობის, უფლებების თუ ასე შემდეგ. თუ ამის ფასი არის საქართველოში ნატოში ინტეგრაციაზე უარის თქმა, მე პირადად ამ ფასის განახდელი ვარ. და მარტო ეს იქნება რომ თუ ისეც არ ნატოს გვეუბნება ხა ამერიკის ადმინისტრაციამ თქო რომ არა ჯერ არ არის ეგ დაგვიანებულია. არა, დაგვიანებულზე კი არ არის. ყოველ შემთხვევაში ფასი უნდა გითხრას ამ ფასი ჩამოვიტანებ და საზოგადოებაში გამერთმა დამიფაროს და ვიყო ეხა მე პუტინი და გეუბნებით რომ ფასი არის ის რომ მე ჩემ ნაცხოვს არ გადავალ აფხაზეთი და ცხინვალი აღიარეთ აი მე რას გავიგე მაშინ მოიცა ხა მე ჩემ არ გამორიცხავთ რომ ამას არა არ გამორიცხავ მე რას ვეთყოდი იცი აი ჩემ ხალხს ვეთყოდი რომ უნდა დავიწყოთ პარტიზანული ომი რუსეთის წინააღმდეგ შენ ავანტურისტი არა გინდა ავანტურისტი დამარქვი მე ვიცი რომ უმარტესობა ის რას ნიშნავს ახლა რუსეთთან პარტიზანული ომი ნიშნავს იმას რომ დავშევით სამნი რა მაშინ მე გეტყვის აპირისპირო თუ წინააღმდეგობას არ უწევ თუ ბარდები ტყვეთ მაშინ შენ აი რო ლაპარაკობდი ჯავახეთის პრობლემებზე და იმაზე აი ისიც დაგიდგება და სხვაც დაგიდგება იმიტომ რომ ის რუსი იტყვის რომ მე წინააღმდეგობას არავინ არ მიწევს ომისკენ მიწევსობა ეს სიტუაცია რა როგორ არა აუცილებელი ომისკენ ანუ ისრაელიზაციისკენ მიწევს მაშინ შენ მითხარი ჩემო ძმაო მოვიდნენ მიწები წაგვართვეს გეტყვი აი რუსეთთან ჩავედით უთხარით კარგად მინდა შენთან ვიყო სიტყვაზე ვთქვა მეუნები რუს არ მოყვები ხო ამ სიტუაციაზე რომ ერთიანი იყოს ქვეყანა რა მაშინ ჩემო ძმაო რა ესე მაინც გამიკეთე რა მე ვაღიარებ რა აფხაზეთის დამოუკიდებლობას ვაღიარებ ოღონდ შენ ეს 350,000 ლტოლვილი